რა მოხდა მსოფლიოში თემაზე? ძირითადად ეკონომიკური ამბებია თქვენთვის ამ სეგმენტში მომზადებული, იქ რა ტიპის ურთიერთობებია უფრო დასავლეთით და რა ხდება ამერიკის შეერთებულ შტატებში ერეკლემ მოგვიყვა, რა ტიპის საფრთხეები არსებობს. ევროპაში დავბრუნდეთ, ევროპის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ECB-ის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი რიგით მე-13 2%-იან ნიშნულზე შეინარჩუნა, რაც მოსალოდნელი სცენარი იყო პრინციპში, ეკონომისტები ელოდებოდნენ, რომ ამ სცენარი დასრულდებოდა. მართალია ECB-ის ამ შეხვედრაზე არსებითად არაფერი შეუცვლია, თუმცა უწყებამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ მონეტარული კომიტეტი მომდევნო შეხვედრაზე რეფინანსირების განაკვეთს დამატებით შემცირებისთვის ემზადება და ეს წინასწარი განწყობას და განცხადებას მნიშვნელოვანი იქნება ევროპული ბაზრისთვის. მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქება ინფლაციური ინდიკატორების გაუმჯობესებით არის განპირობებული ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის კრისტინ ლაგარდის შეფასებით, ევროზონის ინფლაცია მომდევნო წლებში შენელდება და 3.2%-იან მაჩვენებელთან იქნება. რუსეთის ცენტრალურ ბანკზეც უნდა ვისაუბროთ, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება და შეამცირა თავისი რეფინანსირების განაკვეთი 50 საბაზისო პუნქტი და ახლა რუსეთში განაკვეთი არის 16.9%. ძალიან უცნაური%-ია ეს არც. ზევით არის, არც ქვევით 16.9%, აქამდე იყო 17, მაგრამ როგორც ჩანს, რუსეთში თვალ ბოლომდე ვერ გადაწყვეტეს. შემცირება უნდათ თუ ისევ მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნება, რადგანაც ინფლაცია გაექცათ ბოლო პერიოდში, მან უკვე 10%-იან ნიშნულს გადააჭარბა და ამავდროულად ცენტრალურ ბანკზე მთავრობის მხრიდან იზრდება ზეწოლა, რომ როგორმე შეამციროს მან რეფინანსირების განაკვეთი, ვინაიდან უკვე ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი არის შემცირებული 1%-ზე ქვევით. ოფიციალური უწყება 0.9%-ს მოელის, ის კი ჩვენ კარგად ვიცით, რომ უწყებას ყოველთვის ოფიციალურს უკეთესი ხედვა აქვს ეკონომიკასთან დაკავშირებით, ვიდრე ეს როგორც წესი ხდება ხოლმე, შესაბამისად ეს პროგნოზი ასე რომ არის შემცირებული, არის განპირობებული სწორედ ცენტრალური ბანკის ამ ძალიან მაღალი განაკვეთით, 16.9% არის კოლოსალური მაჩვენებელი. ასეთ პირობებში როგორ შეიძლება ადამიანმა აიღოს სამომხმარებლო სესხი ან იპოთეკა არის უბრალოდ გაუგებარი, ურთულეს მდგომარეობაშია უკვე რუსეთის ეკონომიკა, ეს ჩანს ყველა მიმართულებით და იმ ფაქტის უარყოფა, რომ ეს ფინანსური, ასე ვთქვათ, წნეხი იზრდება მთელ ქვეყანაზე, ამისი უარყოფა და ართქმა არის ამ ეტაპზე უბრალოდ შეუძლებელი. რა თქმა უნდა, თუ გავითვალისწინებთ ან იმასაც, რომ შენ ახსენე 0.9%, რომელიც ოფიციალური კრემლის, ასე ვთქვათ, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, რომელიც შემცირებული მაჩვენებელია, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდმა რუსეთის ფედერაციის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი კიდევ ერთხელ შეამცირა. IMF-ის მოლოდინით წელს რუსეთის ეკონომიკა 0.6%-ით გაიზრდება, ადრე ნავარაუდები ჰქონდა IMF-ს 0.9%, ანუ რეალურად დაახლოებით იგივე ზრდა ჰქონდა ნავარაუდები პროგნოზირებული, რაც კრემს, თუმცა ეს ზრდაც 0.6%-მდე არის შემცირებული. 2026 წელს IMF ელოდება, რომ რუსეთის ეკონომიკა 1%-ით გაიზრდება და ზოგადად 2030 წლამდე საშუალო ზრდის მაჩვენებელი იქნება 1.1%. ცხადია, რომ მთავარი განმაპირობებელი, რაზეც შენი საუბრი მათ შორის არის მკაცრი მონეტარული პოლიტიკა, ასევე სამთავრობო ბიუჯეტის დეფიციტის ზრდა, საერთაშორისო სანქციები და იზოლაცია, რომელიც პრინციპში არ აძლევს საშუალებას რუსეთს, რომ ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებელი ჰქონდეს. თან IMF-მა ჯერაც არ იცოდა ლუკოილის და როსნეფტის ამბავი, როდესაც ეს გადაწყვეტილება ეს პროგნოზი იქამდე არის. ეს პროგნოზი იქამდეა შეჯერებული და ახალ პროგნოზში, რომელიც წლის ბოლოსთვის უნდა იქნეს გამოქვეყნებული, წესით უკვე ესეც იქნება ასახული და არ გაგვიყვირდეს თუ არათუ ზრდას, არამედ სტაგნაციას ან რეცესიას ვიხილავთ რუსეთის ეკონომიკასთან მიმართებით. აქვე ჩინეთის ეკონომიკაზეც უნდა ვთქვათ, ორიოდე სიტყვა, ეს ქვეყნები ბოლო პერიოდში რაღაცნაირად ერთად მიდიან მეგობრული მიმართულებით, ვაჭრობაში აქტიურად არიან ჩართულნი, ჩინეთი არის საერთოდაც რუსული ნავთობისა და გაზის ყველაზე მსხვილი მომხმარებელი და ეკონომიკურად უკეთესი მდგომარეობა აქვს. ეკონომიკურად უკეთესი მდგომარეობა აქვს, აქ ორი აზრი არ არსებობს, ჩინეთი არ არის ეს საერთაშორისო სანქცირებული სახელმწიფო, მაგრამ მისი წარმოების ინდექსი ეცემა. 49-ზე არის ამჟამად PMI-ის მაჩვენებელი, ეს იმაზე მიუთითებს, რომ ქარხნები რეალურად იმაზე ნაკლებ პროდუქციას აწარმოებენ, ვიდრე აწარმოებდნენ ერთი წლით ადრე. ეს ჩინეთისთვის ძალიან ცუდი რამ არის, რადგანაც ჩინეთის ეკონომიკა 28%-იანი წილით არის დამოკიდებული პირდაპირ ქარხნებზე და წარმოებაზე და მრეწველობაზე. ჩინეთი სხვანაირი ეკონომიკის მქონე ქვეყანაა, ის არ არის სერვისების ინდუსტრიით განვითარებული, იქ ქარხანა არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ და ქარხნების, ასე ვთქვათ, საერთო გამომუშავება, როდესაც ასე მკვეთრად ეცემა ეს, რა თქმა უნდა, ეკონომიკის მიმართ აჩენს ძალიან დეფლაცია იყო პრობლემა, რაც ასევე წარმოების პრობლემაა ჩინური ტიპის ეკონომიკისთვის. კი, რადგანაც მწარმოებლებს ვეღარ შეუძლიათ თავიანთ პროდუქციაზე მეტი ფასების დაწესება, ეს კი ეკონომიკისათვის არის ძალიან ცუდი.
შეიძლება ჩვენ ფასების შემცირება გვიხაროდეს, მაგრამ ეს ეკონომიკას ნამდვილად არ უხარია. ამ პრობლემის წინაშე არის ჩინეთი, რომელსაც ის ჯერჯერობით ვერ გაურბის. როდესაც ის პირველად აღმოჩნდა ამ პრობლემის წინაშე, ეს იყო ჯერაც პანდემიური პერიოდი და მას შემდეგ ვერა და ვერ მოიქოქა ჩინეთის წარმოება ისე, როგორც ეს არის საჭირო.